დააკმაყოფილებს თუ არა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო საქართველოს სარჩელს რუსეთის წინააღმდეგ. სასამართლომ დღეს ბოლოს ხდომა გამართლა მოსამართლეებმა მხარეების შემაჯამებელი გამოსვლები მოისმინეს და ამით საქმე ბოლომდე შეისწავლეს. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლო გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიკრიბება. სტრასბურგიდან პროცესის მიმდინარეობაზე კურიერის კორესპონდენტი ნათია ტრაპაიძე საუბრობს. სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ საქმე ნომერი 1-ის არსებითი განხილვის ბოლოს ხდომა ევროპის სასამართლოში. დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ევროპელი მოსამართლეები საქართველოს და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების ბოლო შემაჯამებელ სიტყვას და პოზიციებს ისმენდნენ. დინა ბურჯალიანის განცხადებით, რომელიც სასამართლოში ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს საკმაოდ გაუჭირდათ არგუმენტირებული სიტყვის წარმოთქმა. მათ არ ჰქონდათ არც ერთი არგუმენტი საკუთარი პოზიციების გასაყარებლად წარმოდგენილი და ასევე სასამართლოს რამდენიმე მოთხოვნის მიუხედავად მათ არ წარადგინეს დოკუმენტები, რომელზეც გაურკვეველი მიზეზით დაადეს გრიფი. თავად რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა კი საკუთარ მოლოდინზე და საკუთარ არგუმენტებზე ქართულ ჟურნალისტებთან საუბარს ისევ თავი აარიდეს. მე კომენტარს არ გავაკეთებ, ჩემი არგუმენტები სასამართლოს უკვე წარუდგინე. დავალოდოთ მის გადაწყვეტილებას. Ну давайте подождем все решения суда. რუსეთის ფედერაციას დღეს ახალი აბსოლუტურად არაფერი არ უთქვა, სიმართლე გითხრათ, პირდაპირ გაიმეორა სიტყვასიტყვით ყველა ის არგუმენტი, რომელიც წინაზე პირ განხილვაზე, ანუ 2009 წელს წარმოადგინა. ამ საკითხებთან დაკავშირებით სასამართლოს უკვე გადაწყვეტილება მიღებული აქვს და ბუნებრივია ეს გადაწყვეტილება აღარ გადაისინჯება. მათი მთავარი ამოსავალი ხაზი კვლავ არის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ევროსაბჭო, მათ შორის საპარლამენტო ასამბლეა, ევროსაბჭოს სხვადასხვა კომიტეტები, ასევე თავიანთი სახალხო დამცველიც, ყველა ვინც ინფორმაცია მოაგროვა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით ტყუის და მათი ინფორმაცია არ არის სწორი და ამავდროულად თავად რუსეთის ფედერაცია უარს აუგნება სასამართლოს ნებისმიერი მოთხოვნილი ინფორმაციის წარდგენისთვის. ამ სხდომაზე ფაქტიურად კიდევ ერთხელ გამოირკვა და დადასტურდა ის გარემოება, რომ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ ეთნიკური ნიშნით შეავიწროვა ქართველები და ისინი გამოაძევა ტერიტორიიდან დააქვემდებარა არადამიანურ მოპყრობას და ადგილი ჰქონდა მასიურ დაკავებებს და ქსენოფობიურ მოპყრობას იმის გამო, რომ ისინი იყვნენ საქართველოს მოქალაქეები. ეს შეიძლება თამამად ითქვას, რომ ერთადერთი სახელმწიფოთა შორის საქმე იყო, რომელზეც საკმაოდ დიდი იყო სპეციალისტების ინტერესი, 600 კაციანი დარბაზი იყო სულ სავსე. სხდომას ესწრებოდნენ სტუდენტებიც, მომავალი სპეციალისტები, მათ შორის ქართველებიც. ჩვენ ვესაუბრეთ ერთ-ერთ მათგანს, რომელმაც განაცხადა, რომ საკმაოდ არგუმენტირებული და მყარი იყო ქართული მხარის სიტყვა, რასაც რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის შემაჯამებელ სიტყვაზე ვერ იტყვია. მყარი არგუმენტები ჰქონდა ქართულ მხარეს, თავისი საბუთებით გამყარებული კონკრეტული ფაქტები, მოწმეთა ჩვენებები და ასე შემდეგ. რაც შეეხება რუსულ მხარეს, მე უბრალოდ დავინახე რუსულ მხარისგან, რომ მათ თქვეს ფაქტები, რომლებიც ვერ დასტურდება ფაქტიურად. იმიტომ რომ არ არსებობს არანაირი დოკუმენტაცია ამის დასტურებლად, იყო ფაქტები, რომელიც მხოლოდ რუსულ მხარემ შეიძლება იცოდეს და არანაირი დოკუმენტური გამყარება ამ ფაქტებს უკან არ უდგას. დღევანდელი პროცესით საბოლოოდ დასრულდა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ საქმე ნომერი 1-ის არსებითი განხილვა, რომელიც დაახლოებით 6 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. მოსამართლეები უკვე გავიდნენ სათათბიროდ და სავარაუდოდ მათ რამდენიმე თვე დასჭირდებათ საკუთარი გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად.